თუ არ დიდი ზნებავით შენთან ყაფლას ართულებს ამ სამყაროსთვის შენახარ ხიდი იმ სამყარომდე მიწავ ქართულ მერთო მე ვდგავარ ქართულ მიწაზე ნათელი შენი სულში მეღვრებ და ქუხს გრიალი ბანს ვაძლევ ძლავრად და ასაფრინად იწევენ ფრთები ქართველობა ადვილი არა გველობა ძნელი შუბზე მზის მაწევს ნაგრილი როგორც ნარწყევი გველის გეშინია შემოგებული ივანე ბოლნელის სახელობის სასულიერო სკოლის პროექტის საუკუნო საგზალის ფარგლებში ბოლნისის მთავარ ბიბლიოთეკაში პოეტ ტარიელ ხარხელაულის შემოქმედებითი საღამო გაიმართა. ხევსურულ მოტივებზე პატრიოტიზმით გაჯერებული ლექსები და სიმღერები აღნიშნული სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეებმა შეასრულეს. რის შემდეგაც დამსწრე საზოგადოების წინაშე თავად ავტორი წარსდგა. საკუთარი ლექსები წაიკითხა და სასკოლო საზოგადოებას მოწვევისთვის მადლობა გადაუხადა. ღონისძიება ბოლნელი მთავარეპისკოპოსის მეუფე ეფრემის ლოცვა კურთხევით გაიმართა. პროექტი საუკუნო საგზალი წლის ბოლომდე გაგრძელდება და არაერთ გამოჩენილ მწერალს თუ პოეტს უმასპინძლებს. საუკუნეში ვისაც ქართულ სინამდვილეში სწორი, ღირსეული და ქართული და ღვთისმიერი სიტყვა ეთქმის, აი უპირველესთაგანი ერთ-ერთი ბატონი ტარიელი ბრძანდება. ბედნიერი ხარო ჩამოდიხარ ისტორიულ და შენი ქვეყნისის ყველად ღირებულ ქალაქში. დღეს ეს დღე მარტო ჩემთვის არა. ეს ჩემთვის ერთმანეთისთვის არის საუკეთესო დღე, იმიტომ რომ ჩვენ ჭირდებით ერთმანეთს. მადლობა უფალს, რომ მე გამხადა ამ მაჯის ჩემის მოსმენის თანამონაწილე, გამხადა რომ მე ამ თაობასთან გარკვეული დროის განმავლობაში დღეს ან ხვალე ხო 2 დღე მაინც ხომ მომიწევს კიდე სიარული. დიდი მადლობა თითოეულ თქვენგან, მადლობა თქვენცლო. თითოეულ თქვენგან ზურმესი მადლობა ყველაფრისთვის და წერილად აღვნიშნეთ ეს ასეთი დღეები გააძლევენ უფლებას რომ იყო ბედნიერი. მე დღეს ბედნიერი ვარ. ჩვენმა ბავშვებმა გააჟღერეს მისი უკვდავი ლექსები, რომელიც აი მართლაც შთამაგონებელია. დაწყებული სიყვარული, სამშობლოსი, რწმენით, უდიდესი იმედით და ტკივილით და სიხარულით ახსავსე ეს უკვდავი ლექსები ნამდვილად ძალიან სასიხარულო რომ ახალგაზრდა თაობა ასეთ დიდ პიროვნებებს უსმენს და მათი ლექსები აი პირადად ასე თქვა გულთან მიიტანეს და მიიღეს და ეს ბედნიერია ბატონი ტარიელი თავად რომ ახალგაზრდობაში ხედავს მის გაგრძელებას უკვე და ნამდვილად ჩვენ უნდა მოუფრთხილდეთ ასეთ ადამიანებს, დიდ ქართველებს, თორე ის ჩვენი ერის ხმა და ერის სინდისია და ძალიან დიდი მადლობა მას ამ შესაძლებლობისთვის, რომ პირადად იცნობდე უდიდეს ადამიანს, გავაწლევი და ჩვენ ამას ნამდვილად გავიხსენებთ. ჩვენი სკოლის მიზანი არის, რომ ჩვენი სკოლის ყველა კურსდამთავრებული იცნობდეს ბატონ ტარიელს პირადად და მის შემოქმედებას და დღევანდელი დღეც ამისი დასტურია. ყველა თაობას არაერთი ღონისძიება გაგვიმართავს მისთვის, რამდენიმე წელს უკან სახლშიც ვესტუმრეთ, ეს იყო დაუვიწყარი წუთები და აი ეს პროექტი, ასე რომ ვთქვათ, საუკუნო საგზალი წელს ისევ თავიდან გაცოცხლდება და დაიწყებს აქტიურ მოღვაწეობას და აი პირველი ვინც ამ პროექტის ფარგლებში ჩვენთან ჩამოგბრძანდა სტუმრად არის ბატონ ტარიელ ხარხელაური.